მაღალანაზღაურებადი სამსახურები, განათლება, კურნალობა, ინვესტიციები, ფულადი გზავნილები, ტექნოლოგიები. ეს ის ბენეფიტებია, რომლებიც 2017 წლიდან ვიზა ლიბერალიზაციის ამოქმედებას მოჰყვა და რასაც ახლა თითოეული ჩვენგანი დავკარგავთ, თუ ევროპაში უვიზოდ წასვლას ვეღარ შევძლებთ. გადაწყვეტილებას ევროკავშირი ოქტომბერში მიიღებს. თუმცა უვიზო რეჟიმის გაუქმების დაშვებამ უკვე გააჩინა ნეგატიური მოლოდინები, რაც ეკონომიკაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მდგენელია ხოლმე. პესიმისტური სცენარით, თუ ევროპულმა მხარემ უვიზო რეჟიმი გაგვეუქმა, საქართველოს ეკონომიკას მილიარდამდე დოლარი დააკლდება, რაც დამატებითი წნეხი იქნება ბიუჯეტსა და ლარზე. მოგვიწევს შეველიოთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის სიკეთესაც. გაითიშება შუქი და გავჩნდებით სიბნელეში ეკონომიკური. ჩვენი სავაჭრო პარტნიორები, თქვენ იცით ამ ევროკავშირის გარდა, ვინც არიან ძირითადი, ხო, ჩვენი სამეზობლოა, რომლისთვისაც ასევე საინტერესო იყო ეს ბაზარი აქედან გასავლელი ქონა, ისინი დაიწყებენ ალტერნატიულ გასასვლელზე ზრუნვას და რა თქმა უნდა, საშუალო ვადაში ჩვენ ეს მნიშვნელოვან წილს დავკარგავთ ჩვენი სავაჭრო პარტნიორობის ნაწილში. ბიუჯეტის შემოდინებების ფორმირების და ვალუტის შემოდინების ფორმირების დიდი ნაწილი, ეს არის სხვადასხვა პერიოდში მე ყავს 15-დან 20%-მდე უხეშად, ეს არის რემიტენსები, ანუ უცხოეთიდან შემოსული ვალუტა, რომლის ლომის წილი არის ქართული ემიგრაციის დამსახურება, ძალიან მძიმე წნეხი იქნება ლარზე, იმიტომ რომ ეს რემიტენსები და ეს შემოსავალი, რომელსაც ვიზა ლიბერალიზაციის სარგებელით ადამიანების ძალიან დიდი ჯგუფი იღებს შემოსავალს და შემოაქვს ამ ქვეყანაში, უბრალოდ გაქრება. დაახლოებით მოკლევადიან პერიოდში შეიძლება 1 მილიარდზე მეტი დოლარის ეკვივალენტი გამოჩნდეს. ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლის გაუქმება შიდა სამომხმარებლო ბაზარს დაასუსტებს, რადგან ჩვენი მოქალაქეების მსყიდველუნარიანობა შემცირდება. უარყოფითი მოლოდინები და პესიმისტური განწყობა მომხმარებელთა ქცევას ავტომატურად შეცვლის. ზოგი არაპროგნოზირებადი მომავლის შიშით დაზოგვას დაიწყებს, ზოგს დასახარჯი რესურსი გაუქრება. თუ საზღვარგარეთ დასაქმებას ვეღარ შეძლებს. ეს ყველაფერი კი ბიზნესის აქტივობას შეანელებს. საქმიან წრეში დარწმუნებულნი არიან, რომ ბიზნეს ვიზების აღება ტექნიკურადაც გაურთულდება. ბუნებრივია, როდესაც ზოგადად ფონი არის ნეგატიური, შემდეგ მომხარებელიც იღებს გადაწყვეტილებას, რომ თქვათ, შეანელოს თავისი ეკონომიკური აქტივობა, რაც მერე აისახება ბიზნესზე და ეკონომიკაზე. სხვადასხვა კომპონენტში დაარტყამს ეს, დაგვარტყამს როგორც რეპუტაციულად, ასევე მომხარებლის დონეზე მსყიდველობით უნარიანობას შეამცირებს და ასევე ბიზნეს კავშირების კუთხითაც, თქვათ, ნაკლებად მოქნილს ხდის ბიზნესს და შესაბამისად ეს ნეგატიურად აისახება მერე ბიზნესიც. ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც ასეთი ტიპის ეკონომიკა აქვს, ისედაც ნაკლებად დივერსიფიცირებული და მდგრადი, ასე ვთქვათ, ბუნებრივია ეს კიდევ უფრო მეტად არტყამს ამ ქვეყანას, მათ შორის იმ რეპუტაციის ნაწილშიც, რაზეც ვსაუბრობდი, აქაც ხო ჩვენ უამრავი კითხვის ნიშანი გვაქვს ისედაც ინვესტორებისთვის და პლუს დამატებით ვიჩენთ თავის ტკივილს, ასე ვთქვათ და ეს კარგს არაფერს მოიტანს. სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ იმ ევროპულ გზას, რომელიც ქვეყანამ 34 წლის წინ აირჩია, ალტერნატივა არ აქვს არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური განზომილებით. ასოცირების ხელშეკრულება, ვიზა ლიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, ეს არის ქართული საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეების მონაპოვარი. და არა რომელიმე მართველი პარტიის. პოლიტიკა და ეკონომიკა დღეს ისეა გადაჯაჭვული 21 საუკუნეში და იმდენად მარტივად და მე ვიტყოდი აქტიურად არის ეს ორი რაღაც მთავარი განზომილება ერთმანეთში რაღაც შერწყმული, რომ მათი დაშორება წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ვერავინ ვერ იტყვის, რომ პოლიტიკურად არამდგრადი სუსტი ქვეყანა ეკონომიკურად ძალიან განვითარდება, ან ძლიერი იქნება. ეს წარმოუდგენელი. ისე არ დავშალოთ ყველაფერი ეკონომიკური საწყისები აი ამ ქვეყნის, რომ მერე დიდი დრო დაგჭირდეს აშენებისთვის და თავიდან რაღაც გაძლიერებისთვის. საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილებას ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნება არ სჭირდება და საკმარისია კვალიფიციური უმრავლესობა, ანუ 27 წევრი სახელმწიფოდან ის 15 სახელმწიფო, სადაც ევროკავშირის მოსახლეობის მინიმუმ 65% ცხოვრობს. ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას დემოკრატიის სერიოზული უკუსვლის გამო განიხილავს.